გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა. ბატონო ლაშა, დიდი მადლობა, რომ მონახე დრო და მოხვედით და ჩემი აზრით ძალიან პრობლემულ, აქტუალურ და მართლაც საარსებო ეგზისტენციო სამწუხაროდ მნიშვნელოვან თემაზე ეგზისტენციურს უწოდებენ. მინდა ვისაუბრო დღეს, კერძოდ სანამ ჩვენი საზოგადოება არის ქართული რაღაც საერთაშორისო პოლიტიკით ქართული ან დაკავებული ან ჩართული ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობით, მისი შედეგებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებით, მუხარებით, ულტიმატუმებით, ამის გარჩევით, აზერბაიჯანსა და სომხეთის ურთიერთობით, დიდი თურანის პროექტით, ჩვენ გვიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით პრობლემა და საბედისწერო პრობლემა. ეს არის ის, რომ ჯერ ერთი დემოგრაფიული საკითხი ძალიან აქტუალურია. ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა, ასევე საკმაოდ მცირე რიცხოვანი არის ფერტილური ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა და ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში ძალიან ფეხმოკიდებული არის ნარკოდამოკიდებულება და ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტია, რომელიც ეწევა პროპაგანდას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, რომ ეს კარგია, რომ წარმატება მიიღწევა მაშინ, როდესაც დაბანგული გაქვს გონება და მიდის თქვა ამის პარალელურად იმის, რომ სასმელი ღვინო უფრო, რომელიც რამდენი ათასწლოვანი ის არის ტრადიცია ჩვენ და გენეტიკა შეჩვეულია, რომ ამაზე უკეთესია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთგვარი დანაწილება მიდის, რომ არის მსუბუქი ნარკოტიკი, არის მძიმე ნარკოტიკი, ასევე რომანტიზმის ელფერით ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკი, რაც ატმოს ასოცირდება რაღაცა თავისუფლებასთან და ეს მიდის პარალელურად იმ პროცესის, რომ იგივე პოლიტიკური ძალა ეწეოდა თავის ძროს და ახლაც ეწევა დეზერტირობის პროპაგანდას, ეგრეთ წოდებული გვახსოვს ჩვენ ქირჩის ეკლესია და მათ მიერ გაცემული ცნობები, ესე იგი ნარკოდამოკიდებულებს, რომელსაც ახალისებენ, მათ ასევე აქვთ ეს ქირჩის მოწმობები, იმიტომ რომ დისკრიმინაცია ჯარში სამსახური, აქ საინტერესო არის ის დეტალი, ჩემი აზრით, რომ აქ იმაზე კი არა ელაპარაკი, რომ ჯარში სამსახური, თქვათ მასწავლე ის უნარჩვევები, რაც აუცილებელი ომისთვის, არამედ ის რომ დაქირავებული ჯარი უნდა იყოს, მათი კონცეფცია სხვანაირია და მე ვთქვათ არ მევალება რომ დავიცვა, თორე რომ ითხოვდნენ რომ თქვათ ცუდად გავდივართ სამსახურს და უფრო ჯეროვანი უნარჩვევებს დავაუფლებდო, ამას რო აპროტესტებდნენ, ამას გავიგებდი. ერთი სიტყვით რატომ აღმოჩნდა ბატონო ლაშა ესეთი ნოყიერი ნიადაგი ქართული ახალგაზრდა სამწუხაროდ განურჩევლად სქესისა ნარკოტიკული საშუალებებისა. ჩვენ როდესაც რაღაც საკითხს საუბრობთ, ხო აუცილებლად უნდა ვნახოთ რა იყო მანამდე, რა ხდებოდა. თქვენ რომ მიედიხეთ ნებისმიერ მკურნალთან, ეგრეთ აუცილებლად გამოგკითხავთ თქვენი ცხოვრების რაღაც პერიოდს. ანამნეზიას ვთქვათ, არა? რასაკრველია. კურიკულუმ ვიტე რა იყო ცხოვრების რა უსწრებდა წინ. ჩვენ ამას თუ განვიხილავთ, მაშინ დავენახავთ, რომ რაღაც 80-იან წლებში ბოლოსკენ საკმაოდ პრესტიჟული გახდა ნარკომანობა საქართველოში, რომელიც ძლიერდება და რაღაცნაირად უფრო დიდ მასშტაბებს ღებულობს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად. შემდგომ როდესაც შემოდის უკვე რაღაც სამხედრო კომპონენტები ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დასასრულისკენ, კიდევ უფრო ძლიერდება ეს ნარკომანიის პროპაგანდა საქართველოში. სამხედრო კომპონენტებში რას გულისხმობთ? მე გულისხმობ იმ კონფლიქტებს, რომლებიც მოხდა საქართველოში. ეს იყო აფხაზეთის 99 წელს, ცხინვალის 99 წელს და მას მერე აღარ გაჩერებულა. დღემდე ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვართ, ხო, ჩვენსავე ქვეყნის შიგნით. ეს რაღაცნაირად მიზანმიმართული იყო, რასაკრველი, იმიტომ რომ ნარკომანობას საქართველოში პრინციპი დიდი საფუძველი არა, ხო, ისტორიულად ხო, ყველა ნარკომანი აპელირებს იმით, რომ დიდოსტატის მარჯვენაში გიორგი პირველი და მეფე გიორგი, კი ბატონო. აი იმის იქით ვერავინ ვერ წავიდა რა, მაგრამ ხალხში მასიურად არ იყო ეს, ხო, იშვიათად ვიღაცა სადღაც ვიღაცა შემოსულ მუსულმანებთან ერთად თუ რაღაცას მოზევდა ვინმე, უნდა დიოდა კარავანი რასაკრველია, ვიღაცა უზბეკი იყო თუ ავღანელი, ალბათ რაღაცას ეწეოდა. მაგრამ აქ რაშია საქმე? მათ აქვთ თავიანთი კულტურა. ეს იმათი ეს ჩვენი არ არის. ხო? ეს მათი კულტურა, მათ იციან როგორ უნდა მოწიონ თუ დალიონ თუ რაც უნდა ქნა.
ჩვენი არის ღვინო. როდესაც ქართული ადამიანი სვამს ღვინოს, ის ვერ ლოთდება. შეჩეულია. იმიტომ რომ ორგანიზმში გვაქვს ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა, რომელიც შლის ამ სპირტს და დამოკიდებული სპირტზე არ ხდება ადამიანი. დღეს ჩვენ ვნახავთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ლოთი, ალკოგოლიკი, მაგრამ ყველას ანამნეზში აქვს წინაპირობად, როგორც წესი ყველას, ხოში 99%-ს წინაპირობად აქვს ნარკომანობა. დღევანდელ ლოთებს. შეიძლება 1-2 იყოს წამლად დარჩენილი, რომელიც არ იყო წინათ ნარკომანი და ეხლა უბრალოდ ლოთია, მაგრამ როგორც წესი ჩვენი ლოთების უმეტესობა წინა პირობებში, რაღაც წინა წლებში იყო ნარკომანები. ქართული ადამიანი ძალიან მალე ეჩვევა ამას. ეს ნარკოდამოკიდებულებაზე ხდება ძალიან მალე. რატო ხდება ეს? არ გვაქვს წინააღმდეგ ორგანიზმს, არ აქვს ეს წინააღმდეგ. ვერ უწევს წინააღმდეგობას. ვერანაირს. ჩვეულებრივი კულტურა არის ჩინელებთან, ინდუსებთან, ხო? ინდუსებს იმიტომ ამბობ, რომ პაკისტანშიც არის რაღაცას კულტურა, არის უზბეკეთში არის რაღაც კულტურა, რომ მიყვებოდა ჩემი მეგობარი, რომ იყო ჩასული სტუმრად იქ რაღაცას. ფლოვი ჭამეს და მოსანელებლად. ეხლა ქართული ადამიანი როდესაც რაღაცას სუფრაზე ღვინოს ვამს. იმათ მოუტანეს რაღაცა გაკეთებული ნარკოტიკი, რაღაცა საშინელება იყო, ცუდად ვიყავით, წავით დავიძინო, რომ გამოსულიყავ იქ. მაგრამ იმათთან კულტურა ისინი რაღაც იციან, როგორც ჩვენ ღვინოს ვამთ, ისინი იყენებენ იმ რაღაცას. როგორც ისე საქონელსაც აჭმევენ შუა აზიაში. ნარკომანებმა მითხრეს კანაფს, დიახ. იცი არის კანაფი თავად სცენარი არის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად იმის ქსოვილის შესაქმნელად. კანაფის თოკები არის საუკეთესო იმაში ნაოსნობაში. კანაფის ზეთი სხვა სახის კანისთვისაც კარგია და კანაფის ზეთი კი ყველაფერი, მაგრამ მისი გამოყენება მოსაწევად ეს მათი საქმე, მათი კულტურა, ხო? ჩვენთან ეს შემოვიდა გამივიღეთ ძალიან ნეგატიური შედეგები. ეს 90-იანი წლების ყაჩაღობები ყველა დაკავშირებულია ნარკოტიკის მომხმარებლებთან. ღვინის მომხმარებელი და ყაჩაღი ხარება და გოგიას მეტი მე არ გამიგია აქეთ. და 90-იან წლებში ძირითადად ნარკომანები იყვნენ, ვინც ყაჩაღობდა, ხო? შვენივრად გვახსოვს ეს ყველაფერი გამოვიარეთ. როდესაც ჩვენ ვამბობთ კლუბურ ნარკოტიკს და ახალგაზრდებს, აი ამ კლუბური ნარკოტიკით ერთობიან ეს ახალგაზრდები და საკმაოდ ბევრი იხოცება ამის გამო. მაგრამ ეს ძველგაზრდები აგრეთვე არიან დამოკიდებული ნარკოტიკებზე, ჩვენი თაობის ხალხი და მთელ საქართველოში ძალიან გავრცელდა ამ ტრიაკის, კანაფის გამოყენება. ეს საშინელება, ეს რაღაც არნახული მასშტაბებია და ხალხი სუფრაზე არ ჯდება ისე თუ არ მოძია. ან სვამენ ღვინოს, უცებ ყველა გავიდა, მაგრამ ჩვეულებრივად გონია რა სიგარეტის მოსაწევად გავიდა, იმიტომ რომ შემოვიდა ჩვენთან კულტურა იმისა, რომ სუფრასთან არ ეწევიან. ხომ არა, სუნით ხო გრძნობ რომ რაღაცა გადიხარ ეწევიან საშინელებას. და კითხები რატო? ნუ თუ აი ღვინო რა, ცუდი ღვინოა, ხო კარგი ღვინოა. ხომ არა, აი მან აი ეგეთი ცხოვრების სტილია ერთია თუ შეეჩვია ამას თუ რაღაცა, მაგრამ ეს ძალიან დამანგრეველია ორგანიზმისთვის. და მან თუ რაღაც 1 წელი და 2 წელი გამოიყენა ეს კანაფი და ღვინო ერთად და არ დაემართა დამბლა, ეს არ ნიშნავს რომ 10 წლის მერე არ იქნება ნეგატიური შედეგი. აი დამბლა რატო ახსენეთ? დამბლას იწვევს? იცი არ ძალიან ნეგატიურად მოქმედებს უშუალოდ რუხ ნივთიერებაზე twinში. უბრალოდ დამბლა გამოვიყენა ეს სიტყვად რაღაც გასამძაფრებლად, ცოტა ვუტრირებ ხანდახან, მაგრამ რეალურად ინტელექტუალური პრობლემები იქმნება. და ის თაობა, რომელსაც უნდა შეექმნა თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო, ამ საქართველოში უნდა შეექმნა მეცნიერება, უნდა შეექმნა, ბიზნესი, უნდა შეექმნა უზარმაზარი წარმოებები რა. იმიტომ რომ გქონდა ჩვენ მიდრეკილება, ხო, კომუნისტების დროს ჩვენ გვყავდა ცეხავიკები, რომლებსაც რაღაც თავიანთი იატაქვეშეთის ქარხნები და ფაბრიკები ქონდა. ჩვენ სამეცნიერო სკოლების გამოცდილებაც ქონდა, ფიზიოლოგიის სკოლა, მათემატიკის. იგივე თუ სასწავლებელი მეცნიერება იყო ძალიან მაღალ დონეზე საქართველოში, კი, მაგრამ მივიღეთ ნეგატიური შედეგი ნარკოტიკის გამოყენების შედეგი, იმიტომ რომ ეს გახდა პრესტიჟული და არა მეცნიერება, ხო?
და სწორად აღნიშნე, ჩვენ გვყავს რა პარტია ოფიციალური იმ დროს, როდესაც საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკის პროპაგანდა. ტიპები ამას ფუთავენ იმით, რომ იცავენ ადამიანის უფლებებს, ну, მათ შორის ნარკომანებიც ადამიანია და აქვს უფლება. აქ არის ერთი მომენტი, ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ნარკომანი არის ავადმყოფი. ფუტურის ანტიბიოტიკებიც აქვს ადამიანს, პნევმონია, პლევრიტი. ისიც ხო ავადმყოფია. ახლა განვიხილოთ ეგეთი თორი ავადმყოფი შევადაროთ. ხო, შევადაროთ, ხო? მე ამიტომ ვთქვი ეს. ხალხი, რომელსაც, ну, არა ნარკომანები და ნარკომანები ღებულობენ რაღაც ნივთიერებებს, ხო? ფარმაცევტული ქიმიური ნივთიერება. ეს ორივე კატეგორია ღებულობს რაღაც ნივთიერებას. ეხლა ნახოთ რა ხდება. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს პლევრიტი ან ჰეპატიტი, ღებულობს რაღაც ქიმიურ ნივთიერებას, რომ არ იყოს ავად. ნარკომანი ღებულობს ნივთიერებას, რომ იყოს ავად. ანუ მისი განკურნის ერთადერთი გზა და ყველაზე მარტივი არის, რომ მან აღარ მიიღოს ეს ნივთიერება. ამიტომ ეს გირჩი პარტია აღშფოთება გამოთქვა, როდესაც აიგრძალა ეს ნარკოტიკები და გამკაცრდა. მე ვთქვი, რომ მავნებლური გამოსვლები აქვს ამ გირჩს. და ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას რაღაც შვიდად უყურებს, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ჩვენს უზარმაზარი პრობლემები მივიღეთ, დემოგრაფიული მართლა და მართლა. შემდგომ ცნობილი არის, რომ ნარკოტიკ მომხმარებლების ბავშვები ხშირად დაავადებულები იბადებიან. ანუ ვდგევართ სერიოზული პრობლემის წინაშე. ეს კლუბური ნარკოტიკის, როგორც მე ვხედავ, დიდად შესწავლილი არ არის, რას ხდება, რას იწვევს, რას აკეთებს, ხო? ეს რაღაც გაურკვეველი გამონათქვამი, მსუბუქი ნარკოტიკი, მძიმე ნარკოტიკი რაღაც აბსურდია რა. როგორც გამონათქვამი დიდი ოპერაცია და მცირე ოპერაცია. ოპერაცია თუ მუცლის რუ იხსნება და თუ რაღაც ორგანიზმზე თუ კანი იხსნება, ეს ეს ოპერაცია. შეიძლება რაღაც ნეგატიური შედეგი მივიღოთ, თუ არ მივაქციეთ ყურადღება და უყურადღებოდ გავაკეთეთ რაღაც. უამრავი ადამიანი ვიცით ჩვენ, რომელსაც რაღაც ფურუნკულის გახსნისას მე გაორთულება მოუვიდა, ხო? ასე რომ უნდა შევისწავლოთ ეს კლუბური ნარკოტიკი რამდენად მსუბუქია, რამდენ სიწონის და რა ზიანი მოაქვს ორგანიზმზე, ხო? ეს არც არის შესწავლილი მე მგონი. მე არ გამიგია არსად რა. არც დოზირება, არც ვინ აკეთებს, ადაკეთებს, რანაირად აკეთებს. ახლა როგორ დავიჯერო, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ ფაქტობრივად ქვეყანაში, ვერ აკონტროლებენ ვის შემოაქვს და სად ამზადებენ ამ ნარკოტიკებს. ერთი ცალსახა ხალხი კვდება, ხო, ბავშვები კვდებიან თან ამ კლუბური ნარკოტიკისგან. არ ვიცი, ნახოთ ახლა თუ ჩვენ იმისთვის რომ რასაკვირველია პოლიციამ უნდა იმუშაოს, შეცვალოს რაღაც ფორმები თავის მუშაობის. აქ მე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია და რასაკვირველია ვერ მოვახვევ ვერავის ამ აზრს, რომ აქ უდიდესი როლი უნდა ჰქონდეს რასაკვირველია უბნის ინსპექტორებს. მე მგონი აღარ არსებობს თუ აღარ არსებობს ეს ინსტიტუტი. და იყო როგორ, იცი რა, 6 თვიანი უბნის ინსპექტორები იყო. ხო, შემდეგ იცვლებოდნენ როტაცია. შემდეგ იცვლებოდნენ ეს დიდი იდეა, რომ ჩვენ საქართველოში ვიაბრძვით კორუფციას. უბნის ინსპექტორი ის იყო, რომ ეს მთელ უბანს იცნობდა, ყველას იცნობდა და უმეტესობა ოჯახებთან იყო რაღაცნაირად თავისიანი ადამიანი იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის ზრუნავდა იმაზე, რომ ბავშვი რაღაც მრუდე გზაზე არ წასულიყო. რაღაც ოჯახში უბედურება რაღაც ყველაფერს რაღაცნაირად ალაგებდა და 6 თვეში საიდან ვერ მოასწრებს გაიცნოს უბანი, ხო, თავისი, რომ ხალხი ვინ არის, რა ქვია ვის და რამდენი ბავშვი ყავს საერთოდ. ეს უნდა რასაკვირველია, მე ვთვლი, რომ ეს უნდა აღდგეს და ეს უბნის ინსპექტორი იქ უნდა იყოს ძალიან დიდხანს. წლები უნდა მუშაობდეს იქ და უნდა იყოს ოჯახის წევრი. ამ უბანში თითქმის ყველასთან. 6 თვეში არ უნდა იცვლებოდეს, რა ყოველ შემთხვევაში. რასაკვირველია, სისტემურ მდგომარეობაში თუ არ გადავიყვანეთ. რაც შეეხება იმას, რაც შენ ბრძანე ეს ჯარის მსახური, რასაკვირველია ეს გადაბმულია ერთმანეთზე, რასაკვირველია ნარკომანიის პროპაგანდა და ქვეყნის დაუცველობა. ჩვენ ვიღებთ
პროფესიონალი ჯარი, დაქირავებული ჯარი, ვინ უნდა წავიდეს იმ პროფესიონალ ჯარში? დაქირავებული ჯარი სრული აბსურდია, სხვადასხვა მცნებაა. პროფესიონალური ჯარი სხვა მცნებაა, თუმცა ადამიანი რომელიც მსახურობს ჯარში და სხვა საქმე არ აქვს არაფერი, ის რაღაცა სახში სარჩო უნდა მიქონდეს, ხო? მაგრამ საქართველოს 3 მილიონი ძლივს დარჩა. აი რამდენი შეიძლება ჰქონდეს მას პროფესიონალური ჯარი, რომ მოახდინოს სრული კუპირება იმ ხიფათების, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ არა ამერიკას უნდა შევედაროთ, რომელიც 350 მილიონი ადამიანია და რამდენიმე პაპილიარდი აქვს ბიუჯეტი. შევედაროთ ისრაელს, რომელიც აგრეთვე პატარა ქვეყანაა, ხო? ან შვეიცარიას, რომელიც აგრეთვე პატარა ქვეყანაა. იმის მაგალითებთან დავეცოთ ჯარის გაკეთება. რაღა ბრიტანეთს ვეცით და რაღა იმას გერმანიას. ეს ძალიან საინტერესო თემაა და გადაჯაჭვული რომ არის ნარკომანებს უბრალოდ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევსყიდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ. ყოველთვის ვბრუნდებით გამოგებთ საუბარს ჩვენ სტუმართან ლაშა ქოიავასთან და ბატონშა დეზერტირობა ახსენენ და ამის კავშირი ბმა ნარკოდამოკიდებულებასთან და მე მინდა გავიხსენო თამაზ მეფარიშვილი ღმერთმა აცხონოს ის იყო განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მეთაური კი ბატონო და ხო არ მეხელმძღვანელი საერო მეთაური რა თქმა უნდა სამხედრო ტერმინოლოგიით იქ ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ისტორია გაგრაში ისინი ჩარჩნენ ასე ვთქვა და ბოლო მომენტამდე ელოდნენ მე თუ მოვახერხებ მე მინდა რომ ამას ერთი გადაცემა ნამდვილად მივუძღვნა და ვთქვა აი მაშინ იყო ვიკითხე კიდეც მას ხო გავცელდა აზრი და დამკვიდრდა რომ აბა ხა ვის გაუგია ჯერ ეუნებოდნენ წადით ომშიო მოუწოდებდნენ მე რეთქოს მოხალისეების მოგებულიო ვის გაუგიაო ესე იგი მოხალისეები იყვნენ და უვარგისები იმიტომ წავიდნენ და ამასთანავე ნარკომანების იარლიყიც მიაკრეს კი ბატონო ყველას ვინც და წოდა იმ მან მითხრა პირველად მაშინ ამდენი არ ვიცოდი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი არა რა თქმა უნდა ამჯერად ამ ვერსიის მაგრამ აი როცა ვკითხე არ მითხრა რომ ნარკომანიო საუმრად არ მიდისო ნარკომანი იკეთებს ან რა ვიცი მაშინ არ იყო ეს გაყნოსვები გამოყნოსვები იკეთებდნენ ხო ის იკეთებს და დამთავრდა ის ამოვარდა მას ომი არ აინტერესებსო და როგორ შემოვიდა რა ომის დროსაც თქვენ იყავით იქ და იცით დაიყარაო ხო ნარკოტიკი გარდა იმისა რომ კონსერვის ქილებს აგზავნიდნენ ჯურვების ნაცვლად ეს მარინაშვილის მე ბევრი მაქვს ამ თემაზე ხო ბევრი რაღაც არის ნიუანსი ერთხელ ამ თემაზე აუცილებლად ჩავწეროთ და ანუ ესე იგი მიდიოდა ნარკოტიკების პროპაგანდა და ამის პარალელურად იმ ადამიანების ვინც თავი გაძირა მოხალისე იყო თუ არ იყო კაცო იცოდა ქონდა თუ არა მას სამხედრო უნარჩვება მას სურვილი ხო ქონდა რომ რაღაცა თვლილი შეეტან თავის სიცოცხლე შეაგდოს სასწორზე და იმათ მიეკრათ ნარკომანების იარლიყი ანუ სრული დისკრედიტაცია მოხდა იმ თაობის და დემორალიზაცია ხდებოდა კი ბატონო აი ამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაუფასურება სამხედრო ხო ეს მართალია ეს ადამიანი რომელიც არის როგორც კაიფში ნარკოტიკული თროობის ქვეშ ასე ვთქვათ ნარკოტიკული თროობის ეთიკურად რო ვთქვათ დიახ აი სრულად არ ეომება რა აი შვენივრად არის კარგად არის და ეს რაღაც ირბინე აკაკალნე ავტომატი გადახდი და ეს ბეტრი ფიქრებაო ხო როგორც ამ მე ხდება პრობლემები რა იმას რომ შეიძლება მოლოდებები ჰქონდეს ეს ცალკე საკითხია галлюცინაციები და შეიძლება გააფრინოს ეს ომში აქ არის ერთი მომენტი ის თრობაშია რაც ნიშნავს რომ მას დაქვეითებული აქვს რეაქცია ხო რა თქმა უნდა ის ვერ აღიქვამს რეალობას კი ბატონო რეალობასაც ვერ აღიქვამს თრობაში მე მინახავს ეს ხალხი და სად იყო რატო იყო რა საკეთებდა ვერ წარმოდგენა არ ქონდა მე არის მეორე მომენტი ეს თრობის დროს ხო აღარ აქვს ეს ნარკოტიკი აქვს აბსტინენცია რასაც ხალხში ლომკას ეძახიან ეს სერიოზული პრობლემა არის იმიტომ რომ ბრძოლისას ის ნებავთ ხმლით იყოს და ნებავთ თქვენ ვქოვით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეაქციას გარემოს აღქმას ყურადღებას აი 4 და 5 გზნობა 7 და 8 გზნობა უნდა ქონდეს იმ დროს რო გადარჩე და ეს გიდრგუნავს ყველა გზნობას ხო ნარკოტიკის თრობა გნებავთ ღვინით თრობაში შეხვიდე ბრძოლაში იქაც საშინელება დამამშვიდებელიც რო ქოდის დალეული ძილის წამალი ხო ამას ეს გავანებოთ ხო ნუ იმაში წევხარ სადღაც და გძინავს მაგრამ ანუ ნებისმიერი რამე რაც ადრგუნებს
ხიზელ მდგომარეობას, რაც ադրგუნებს რეაქციას და გარემოს აღქმას, ის მომაკვდინებელია ნებისმიერ შემთხვევაში მეომრისთვის. რამაც შეიძლება რასკვლელი არა გუჩვენ შესწავლილი, ხო? ამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რამ გამოიწვია სიკვდილი. შემდგომ ამის არის ძალიან საინტერესო მომენტი, მართლა ნიუანსი არის ისეთი, რომელიც ალბათ გასამახველებელია. იმ საავადმყოფოებში, სადაც დიდი რაოდენობით მოდიოდა აფხაზეთიდან დაჭრილები, ტკივილ გამოყუჩებელი იყო მარტო მორფინი. ტკბილი რო ასკევებოდა რაღაცას, ანალგინი არ იყო. მაინც ტკბილის ტკივილი გაეკუჩებინა. და საიდან იყო ამდენი მორფინი? შემოვიდა უზარმაზარ რაოდენობით ეს მორფინი და ნებისმიერ ტკივილზე უკეთებდნენ აჩვევდნენ? მორფინს. აჩვევდნენ რა ახლა ეს ექიმი შეგნებულად კი არა, უბრალოდ სხვა აფერი გამოყუჩებელი არ აქვს, იმას ტკივა. არა, ვინც რო შემოვიდა უზომორად ვიღაცამ ხო უზრუნველყო ამ შემოტანა. აი ეს უკვე არის შესასწავლი, ხო? და გასარკვევი რატო იყო მარტო მორფინი? რატო არ შეიძლება ყოფილიყო სხვა ტკბილ გამოყუჩებლები, რომლებსაც ასე ფართოდ იყენებენ საავადმყოფოები? იმიტომ რომ ნარკოტიკი არის ის მომენტი, როდესაც გჭირდება ადამიანის შოკის მდგომარეობიდან გამოყვანა. ან დაიცვა. ის შეიძლება არ არის შოკში, მაგრამ აი ისეთი ტკივილი აქვს, რომ შეიძლება ჩაგივარდეს შოკში. უკეთებ ამიტომ ნარკოტიკს. უკეთებ ნარკოტიკს ოპერაციის დროს. მაგრამ ნებისმიერ ტკივილზე ნარკოტიკი არ კეთდება. ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც ძალიან ცოტა ხანს კეთდება, რამდენიმე დღე შეიძლება გავუკეთო ნარკოტიკი, ისიც როგორც ვთქვი, ფსიქოლოგიური მომენტიც აქვს, იმიტომ რომ ეიფორიას იწვევს და დათრგუნული არ არის ოპერაციის შემდეგ პაციენტი. მე ადრე ვიკითხე სპეციალისტებთან, რომ რატო ვერ მოხერხდა, როცა ესეთი ეფექტი ჰქონდა, ხო, მიჩვევის და იღუპებოდნენ ადამიანები. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა, რატო არ შეიძლება შეეცვალათ. და ამოეღოთ საერთოდ და აი ასეთი ეიფორიის ეფექტი არც ერთ სხვა საშუალებას არ აქვს და ეს მძიმე ოპერაციის შემდეგ უბრალოდ ფსიქიკის სტაბილურობისთვისაც გამოიყენება. ასე ამიხსნეს. მძიმე და მსუბუქი ოპერაცია კი ოპერაცია აი თქვა ვიღაცას კიდური მოკვეთეს მძიმე მე ამას გულისხმობ ფსიქოლოგიურად მძიმე ხა სად მანაცლავის ამოჭრა და სად თქვა ვიღაცას კიდური მოკვეთეს ყველა ბრანსლავის ამოკვეთის შემდეგ აპენდექტომიის შემდგომ პერიოდში პირველი დღე კეთდება ნარკოტიკი. არა მე ვგულისხმობ რომ ფსიქოლოგიურად ეხა ეს არ არის ესეთი მანაცლავს გამოიმშვიდობა და კიდური არა სხვა რაღაცას ვამბობ. მე ვამბობ იმას რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში პრაქტიკულად ყველა ოპერაციის შემდეგ კეთდება ნარკოტიკი. მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. მე არის სიტყვით ის მცირდება დოზა და თუ კეთდება პირველ დღეს და დღეში სამჯერ მე კეთდება ორჯერ, მე ერთხელ და საერთოდ არ კეთდება. აქ მდგომარეობა გააჩნია ოპერაციას, გააჩნია რა ტრავმა მიიღო მან ოპერაციის დროს, იმიტომ რომ შეიძლება წახვიდე რაღაც ოპერაციას, რაღაც საქმეს, რაღაცა უნდა გააკეთო, მაგრამ იქ დახვდა შეხორცებითი დაავადება აქვს ადამიანს თანახმად. რას ქვია ტრავმები. ამას თავიდანვე. აი მას დაუბრუნდეთ, რომ აი მაშინ დაიყარა ეს და ყველაფერზე უკეთებდა. ხო, შემოვიდა დიდი რაოდენობით შემოვიდა, არიქა გამოიყენეთ რამდენს გნებავთ და რასაკვირველია ვიღაცა ამ ჩვენ დღემდე არ ვიცით საიდან შემოვიდა ეს, ვისი ბრძანებით შემოვიდა. შეიძლება ვიღაცა მიცის, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. თქვენ იცით თუ არ იცით თუ არ გვეუბნებით თუ? არა, მეც მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ მე ძირითადად აფხაზეთში ვიყავი მაშინ. და იქ ვის შემოჰქონდა ეს მედიკამენტები, რატო შემოჰქონდა, ვინ აბარებდა და რაღაცა ჩემთვის ნაკლებად არის ეს ცნობილი და ეს რო გაიგო, უნდა გახსნა რაღაც არქივების შესყიდვები როგორ ხდებოდა, ვის საიდან შემოდიოდა, ვინ გააკეთა ეს შესყიდვები და ასე შემდეგ. და რატო მარტო მორფინი, ხო? ხო, ზოგადად თქვენ საინტერესო იდეა მომაწოდეთ, მე მიმართავ შესაბამის სამსახურებს, თუ ეს არ არის საიდუმლო თუ არა ეს გრიპი. არ მგონია ახლა მაგას რაღაც. მე მიმართავ ოფიციალურად და კანონის შესაბამისად წესით უნდა გამომწევი. ყოდ მე ვეთყვი კიდეც ჩვენ მაყურებელს და მსმენელს რით დასრულდება ეს აუცილებლად ამ საქმეს მოვკიდებ ხელს, მაინტერესებს. და დღემდე გვაქვს პრობლემა ამ ნარკომანიის, ხო? სხვადასხვა არის ერთი ადამიანი. ხო, სახალხოს ვერ ვიტყვი მაგასაც, იმიტომ რომ არა მაგას უფლება. იყო ნარკომანი. მაგრამ დღეს მაგრამ ჩვენი ერთად გადავწყვეტ რომ აღარ უნდა იყოს ნარკომანი. ხოდაჭერს ამ ბოლო დროს რომ ახალგაზრდებს შორისაც აი ახალგაზრდებიც არიან. და ადამიანი ცოტანი და ერთ დღეს გაიღვიძეს და აღარ უნდათ. მე შევესწარი იმას რომ ის მას ამოყავდა თბილისში გავიდა ქალაქიდან. თავისთან მოყავს ვიღაც თავისი მეგობრები, რომლებსაც აიძულებს გადააგდონ ეს
ლომკა მშრალად და აი არ აძლევს საშუალებას რომ ნარკოტიკის ადამიანად გამოიყენოს რა კურნავს ფაქტიურად ეს ხალხი რო დარბის რაღაც ბიშკეკებში და რაღაცებში ეს აი საქართველოსშივე შიგნით აკეთებს ამას გადაცემის შემდეგ რომ მითხრა თხოვოთ ეთქვა მოვიდეს გადაცემაში და გითხრათ იმიტომ შეიძლება ბევრი არის ვისაც უნდა დაანებოს თავი და ვერ ახერხებს მხოლოდ თავის მეგობრებზე არის ორიენტირებული ეგრეთ ვთქვათ რაღაც ესეთი ტერმინია დღეს მოდური ხო ორიენტირებული თავის მეგობრებს პერიოდულად აიყვანს ვიღაცას და დიდი ბრძოლები ეს X-სერიოზული ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ მე ვიგუდებოდი სიცილით. ეს დაჟინებით ითხოვდა რომ მას გაეხსნა ჩანთა, იმიტომ რომ მას უნდა შეემოწმებინა ეგ რამე ხო არ აქვს ჩამოტანილი. აი გენიალური პიროვნება. და უშუალო რაღაც დროის განმავლობაში ფხიზლად ყავდეს თავისი მეგობარი. მაგრამ რო ბრუნდებოდნენ მე რა შვებია. იცი რა შესაქმე, ეს დამოკიდებული არის ეს როგორც თქვით სარკაზმულად რო ეს ავანტყოფობა, ხო? იმ ადამიანს უნდა უნდოდეს თავის დანებება. იმან უნდა გადაწყვიტოს რომ ეს ცუდია და უნდა შეეშვას. ერთი იყო კიდე ერთი ბიჭი რომელიც საკმაოდ სერიოზულად იღენებდა ნარკოტიკს და მან თქვა მარტივად რა მე მსიამოვნებს და იმიტომ ვიკეთებ. როცა არ მომეწონებაო მე აღარ გავიკეთებ. სხვათა შორის აქ არის ერთი მომენტი მე ასო დიპლომით ხო ფსიქოლოგია და მუშაობდი იურიდიულ ფსიქოლოგიაში. მაშინ ერთ-ერთი ადამიანი იყო საქართველოში ტარიელ იოსებიძე ღმერთმა გაანათლოს მისი სული და სამწუხაროდ მე როცა მეხუთე კურსზე გადავედი ის გარდაიცვალა. მაგრამ ჩვენ ხო ვაკეთებდით ასე ვთქვათ კვლევებს რაღაცა მაშინ მიღებულ მუშაობდით. და ასეთი მოსაზრება არის რომ ჩვენს ორგანიზმში ხო არის სხვადასხვა რაოდენობა ყველაფერი ნივთიერება არის მოცემული მათ შორის ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ასე შემდეგ ნიკოტინი. და როდესაც ეს ნორმაზე ქვემოთ არის ნარკოტიკი იქნება, ეს ნიკოტინი იქნება, თუ ალკოჰოლი ადამიანი ვერ გალუდდება. მთელი ცხოვრებაც ვერ განარკომანდება, არ გახდება მწველი. ერთ დღეს იტყვის რომ ანებებს თავს და ანებებს, მაგრამ თუ ნორმაზე ზემოთ არის რომელიმე მაშინ აი 60-70 ასაკის პიროთ რომ გასინჯოს რომელიღაცა, ის ხდება დამოკიდებული და უჭირს ფიზიოლოგიური მიდრეკილება. მე ამიტომ ყოველთვის ვეუბნებდი ჩემს შვილს რომ არ გასინჯო. შენ არ იცი გაქვს თუ არა მიდრეკილება. და ლომკა არის ჩვენ სამწუხაროდ სულ ლაპარაკობთ ხოლმე რომ აი რა ცუდია ნარკოტიკი რა შვება რა სიწევს და არ არის ხოლმე აქცენტი რა ემართება ორგანიზმს ლომკის დროს. როგორი ტკივილია ეს ხო კი ბატონო მე არ ვიცი სამედიცინო ტერმინი ყოფითად ვიტყვი. აი ამის პროპაგანდა რომ მიდიოდეს რა ემართება და აჩვენებდნენ საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან ადამიანის ორგანიზმს ამ დროს მე ვფიქრობ ეს ძალიან საკმაოდ ეფექტიანი გზა იქნებოდა თქვენ რა სიტყვით. არ ვიცი რამდენად საჭირო არის რაღაც დაშინება და ამის გაცილებით უფრო ნორმალურია ჯანსაღი ცხოვრების დარება. გაცილებით უფრო სერიოზული საქმე იქნება. არა, ის როდესაც ამბობს თქვენ ბრძანეთ რომ მე მსიამოვნებს და თქვა ეწაფები ნარკოტიკს. ადამიანი იწყებს გამოყენებას ამ ნარკოტიკის. როგორი სასიამოვნო იქნება ის? როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა დიდი რაოდენობით, მის ორგანიზმში ნაკლებად გამომუშავდება ნიკოტინმჟავი, იმიტომ რომ ის შემოდის გარედან, ხო? დიახ. ისევე როგორც ვიტამინებს როცა სვამს ერთი და იგივე კი ბატონო. ენდორფინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არის და რაღაც აუცილებელი, იმიტომ რომ ნებისმიერი მოძრაობა ტკივილთან იქნება დაკავშირებული, ხო? და ის ოპიატი, რომელსაც ის იღებულობს გარეთ, იმას ქიმიური ფორმულა რაც ის მსგავსი ნივთიერებაა და ჩანაცვლება ხდება, თორე ზუსტად ისეთი არ არის. მაგრამ როდესაც შემოდის გარედან, მის წარმოებას ამცირებს ორგანიზმი, იმიტომ რომ არის ჭარბად არის გარედან. აბსტინენცია არის ის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმმა უნდა აღადგინოს თავისი ფუნქციები. ანუ თვითონ დაეწყოს წარმოება იმ ნივთიერების, რომელსაც ღებულობდა გარედან. ეს შეიძლება გაგრძელდეს ყველაზე დიდი ერთი თვე. მაგაზე დიდხანს ეს არ გრძელდება. შემდგომ პრობლემა არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების. აი სწორედ ის, რასაც ქვია, მას ეს სიამოვნებს. უნდა გითხრა რომ იმ ბიჭმა თავი დაანება ნარკომანობას. ფიზიოლოგიურად შეუწყო ესე იგი ხელი. არა, გადაწყვიტა რომ აღარ სჭირდება. უბრალოდ ეს აღარ კურნავს თავის მეგობრებს, ეს ამით არ არის დაკავებული. ეს მარტო ერთ ვიცნობ, რომელიც თავის მეგობრებს კურნავს ნარკომანიისგან. მართლა უნიკალური შემთხვევაა. დიდი ზიანი მოაქვს ამ შთამომავლობაზეც. ხო, ვიცით ჩვენ რომ ხდება პრობლემები იბადება ბავშვი ავადმყოფობით.
სხვათა შორის აი კლუბური ნარკოტიკის დროს სპერმა კარგავს გამრავლების უნარსაცო. კი, არის ეგეთი რაღაცა, არც ოპიატები ჩამორჩებიან ამაში და ძალიან დიდ პრობლემას ქმნის კანაფი მაგაშიც. ასე რომ ნებისმიერი ნარკოტიკი დიდი რაოდენობით ღვინის მიღება, როდესაც ლოთი ადამიანი ეგრეს პრობლემას შექმნის, ხო? ნებისმიერი წამლებიც კი პრობლემას ქმნის. რასაკვირველია მედიკამენტები, იგივე ანტიბიოტიკები, ხო? სტეროიდები, ან თუნდაც არასტეროიდები, ნებისმიერი რაოდენობა, რასაც ჭარბად ღებულობს, ის ყოველთვის ნეგატიურ შედეგს გვაძლევს. მაგრამ არსებობს რა დარეგულირება. და ისეთ ფამინდოდა, რომ ამ ერთი მიმართულება რასაკვირველია უშუალოდ უნდა იყოს უბნის ინსპექტორი, რომელიც არა სადამსჯელო ოპერაციებს განახორციელებს ქალაქში და უბანში. არამედ პირიქით დაეხმარება ოჯახს, დაიცვან თავიანთი შვილები, ხო? და საზოგადოებას, მთავრობას, მათ შორის რომ დაიცვან ის ბავშვი ამ ნარკოტიკების პროპაგანდისგან. ამას გარდა არის მეორე მომენტი. სპორტი. ბავშვები უნდა იყვნენ დაკავებულები სპორტით და არა ქუჩაში დგომით და რაღაც საქმეების გარჩევით ერთმანეთის ცემით. გაურკვეველი რაღაც იდეალების, ღირებულებების შემოღება ახალგაზრდობაში, ხო? უამრავი სპორტსმენი გაჩნდა ახლა, ხო, ხედავთ რომ პრაქტიკულად აღარ დარჩა სახეობა სპორტში, რომელშიც ჩვენ რაღაც დიდი წარმატებები არ აქვს. მოდით შევაგროვოთ ეს სპორტსმენები, რომლებიც უკვე აღარ არიან აქტიურ სპორტში და ჩავრთოთ იმაში, რომ ასწავლონ ბავშვებს რაღაცა. არ არის აუცილებელი, რომ იმ ბავშვისგან გამოვიდეს პროფესიონალი ძუდოისტი და მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი. აი ეს უფასო წრეები სპორტული ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რასაკვირველია უდიდესი როლი აქვს. რა ეხლა ბავშვი იდგეს და რაღაცას უსმინოს, ვიღაც ზღაპრებს იმაზე, თუ რა დადებით როგორ კურნავს ნებისმიერ სიმსივნურ დაავადებას თრიაკი. ჯობია იყოს სადღაც სპორტულ წრეში დაკავშირებული, გინდა ფეხბურთზე, გინდა რაგბიზე, გინდა ძუდოზე, გინდა ცურვაზე და გინდა რაზე, გინდა ბრძოლა წესების გარეშე. თან ბავშვს აქვს ენერგია, იმიტომ ეჩხუბებიან ისინი თქვენ ჭიდაობენ ბიჭებს განსაკუთრებით. ეს ენერგია უნდა დახარჯოს რაღაცაში აუცილებლად. რო არ იჩხუბოს, ჯობია ივარჯიშოს. და შეეჯიბროს იმაში და არა ეს სწორი აგიტაცია, სწორი პროპაგანდა, ეხლა ეს სპორტს მწვრთნელი მას არადროს არ ეთქვის, რომ თრიაკი მაგარი კარგი რაღაცაა სპორტში მაგარი. და დაბოლილი ძალიან წარმატებებს მიაღწევს. დიდ წარმატებებს მიაღწევს, ხო? ასე რომ რასაკვირველია მთავრობამ ერთი მხრივ ერთი უნდა გააკეთოს და მეორე მხრივ აი სპორტის პროპაგანდა, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა თავისთავად მოხდება. სკოლაშიც რასაკვირველია უნდა რაღაცნაირად გაძლიერდეს ალბათ ის მომენტი, რომ თვითონ ფიზკულტურის გაკვეთილი დიდი არაფერი არ არის. ფიზკულტურა რასაკვირველია. გაუგებარია რატო არის ეს გაკვეთილი? არა ეს არ არის ცუდი და უნდა იყოს არ არის ცუდი, მაგრამ ინფორმით რა ფორმითაც არის ეს სხვა საკითხია. რასაკვირველია ეს ჩემი კომპეტენცია არის, ვერ ჩავერი, ვერ ვეთქვი როგორ უნდა იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქ პირველ რიგში უნდა იყოს პროპაგანდა იმისა, რომ ბავშვები ჩაერთონ რაღაც სპორტულ წრეებში და რაღაც აკეთონ. და არ იჯდნენ ქუჩაში და ვიღაც დეგენერატისგან ისმენონ რა კარგი არის ნარკომანობა, რომ აი ღვინოს რო დალე მეორე დღეს თავი გტკივა და ამას რომ მოწევ, ან გაიჩხერ მეორე დღეს თავი არ გტკივა. მეორე დღეს ისეთი გტკივა, რომ და როგორ ფიქრობთ ბატონაშა თქვენ ეხლა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ესეთი სპეცოპერაციები ალბათ აი გამოვლენა ავლენენ ნარკოდილერებს, გამსაღებს, ხო, დამზადება დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გადატანის ფაქტებიც იყო გახსნილი და ნაჩვენები. ხო გასაგებია, რომ ეს ახალი არ არის და ეს ყოველთვის ხდებოდა. რატომ ვერ ხერხდებოდა დღემდე ასეთი მასშტაბური შეტევა ნარკოტიკების შემოტანის რომელიც გრძალავს ნარკომანობას და მithumetes ნარკოტიკით ვაჭრობას, ხო? დიახ. აი ძლივს რატომ მივიღეთ? ეს ამ დირექტივა იყო რაღაცნაირად გარედან იმ ნარკოტიკების შემოყვება. შემოგარგო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, რომელიც გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ, ხო? იყო პარტიები, ნუ გირჩის გარდა სხვაებიც გამოვიდნენ. ჩემი სათვალებიდან არ ამოდის ეს ჯანღუნით სავსე ახალგაზრდა ქართველი მამაკაცები რო იდგნენ და აპროტესტებდნენ იმას, რომ რას ქვია მიკრძალოთ ნარკოტიკის მოხმარებას. აი ეს მახსოვს ეს ჩემთვის არის აბსურდი, ხო? სრული აბსურდი.
ჩვენი მთავრობის პრობლემა არის არა იმაში, რომ რაღაც ვიღაცა გვერაზროვნებს. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენს მთავრობას არ ყავს ოპოზიცია. ტიპები, რომლებიც თავს ეძახიან რადიკალურ ოპოზიციას, რადიკალიზმი ვერაფერში ვერ დავინახე, გარდა იმისა, რომ რადიკალურად ბილდ სიტყვაობენ პირდაპირ ეთერში. და რაც არ უნდა ქნას ხელისუფლებამ, ისინი აუცილებლად გამოვარდებიან და რაღაცას მონახავენ, რასაც აპროტესტებენ. ხო, მაგრამ შემოგთავაზეთ მაშინ თქვენი ვერსიები, ხო? ქვეყანაში სადაც 3 მილიონი მოსახლეობაა, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა ვერანაირად ვერ გაუტოლდება ევროპის ვერსიად ქვეყანას, ნარკომანიის ლეგალიზაცია ეს არის სრული აბსურდი. ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან ხდება, თან ყველა ტიპის ნარკოტიკისას რომ მოითხოვა, ყველა ტიპის. კი გენაცვალ. საქართველოში რა მდგომარეობაც არის ამ ნარკოტიკის მომენტ, განსაკუთრებით ეს კანაბის. ეს უდიდესი ტრაგედიაა ქვეყანაში. აქ ამის პოპულარიზაცია, რაღაც მოთხოვნა ეს არის სრული აბსურდი. აბსოლუტური აბსურდია რა. ხალხმა უფრო მეტი იცის ნარკოტიკის შესახებ, ვიდრე ქართული ენის რაღაც ელემენტარული გრამატიკა, ხო? და რაღაცას გიყვებიან ნარკოტიკებზე, ამ დროს 91-ის ვერასხავებს ერთმანეთს. ჰოლანდიის მაგალითი რომ მოყავთ, აი იქ და იქ წარმოდგენ არა მეორე მხარე რა არის. ჰოლანდიის მაგალითი რომ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჰოლანდია მაშინ იყო იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ხო მართალია? კი, და საშუალოდ უფრო მეც ხარჯავენ რეაბილიტაციაზე. მერე ჩემოგარგო, იქაც არ არის ისე რომ არ იქა და სადაც გინდა შეგიძლია ნარკოტიკი გამოიყენო და ქუჩებში და სამსახურებში გათიშული ხალხი არ არის. იქ არის გარკვეული ადგილები, სადაც შეგიძლია შენ ეს ყველაფერი ნახო, გაიკეთო და დიდად არ უნდა შეაწუხო შენი თანამშრომლები, შენი ნარკომანიის მიდრეკილებისკენ თუ ნარკოტიკების გამოყენებით. სამსახურში რომ მივიდეს ვიღაცა გაბროებული, იქ ცუდად დაუმთავრდება ამბავი აუცილებლად. ასე რომ ეს არასწორი ასე მაგალითი იყო იმისი მომღერლის ხო ნარკომანი არისო და ნახე როგორ მღერისო საბოლოო ჯამში სპიდით მოკვდა იმიტომ რომ გეიც აღმოჩნდა რა მაგალითად იყენებდნენ იმას რომ ეს ნარკომანია ის რომ გეია ჩუმად იყვნენ რა იგივე არის ჰოლანდიაზე რა კი იქ არის რაღაც დაშვებული რაღაც გარკვეულ დოზაზე და ეს არის ის რომ თლიანად არის ხო მერკური ხო იყო ნარკომანი და იყო გეიც ხო სპიდით მოკვდა მაგრამ რამდენიც მე მახსოვს რა დიახ მაგარგი მომღერალი კი იყო კი იყო კარგი მომღერალი მაგრამ თუ ეს ტიპები მაგალითისთვის და თავის გამართლებისთვის იყენებენ იმას რომ მერკური იყო ნარკომანი კი ბატონო მაშინ მერკურისავით იმღერე რა სხვათაშორის მე მომისმენია საყური დავით აღმაშენებელი არა მე უფრო კარგ მაგალითს მოვიტან მე მგონი დავით აღმაშენებელს რაღაც საყურე ეკეთა მთელ პრობლემა არ არის შენც მოიგე დიდგორი და თუ გინდა საყურე კი არა ესა ადგილი არ დაიტოვა აქ განსხვავება არის რაში რომ არის ეპოქა კაცობრიობის განვითარების პერიოდში როდესაც სიმდიდრის დემონსტრირება იყო ის ვერ გაიგებდა პატარა იყო და ამიტომ მარტივად აუხსენი მაშინ და მიღებული და პრესტიჟული დღეს სიმდიდრის დემონსტრირება არის ცოტა არ იყოს და მიუღებელი რა. თორე ბევრ ძალიან დიდ ადამიანს ნახოთ რომელიც გეტყვით რომ გიგენაცვალე $30,000 საათი და $300 საათი ერთ დროს აჩვენებს რა. ეს განსხვავება არის დიდი რა საყურე რატო ეკეთა ნუ ეკეთა უნდა და ეკეთა ბატონო გაიკეთე და იარა თუ მოგწონს და თუ ძალიან სიამოვნებს ხურის გახურეთ ეგ შენი პრობლემაა რა ნათლად აღმაშენებელს ნუ ედრევი ხო ნუ ედრევი აღმაშენებელს ნუ დაეტაკები რომ ვინმე სხვა გელათის აკადემია გახსენი და გაიკეთე საყურეები კი განაცვალე აღადგინე ეს მთელი ტერიტორია შექმნა საქართველოს იმპერია და კი ბატონო რა თქმა უნდა რაც გაგიხარდება გააკეთე ხო მაგრამ ნუ აი აქ არის ეს პრობლემა ეს უკვე ჩვენ მივდივართ ინტელექტის დეფიციტთან. კი. აქ უკვე უნდა ჩაერთოს განათლების სისტემა, ხო? განათლების სისტემას ნუ გამახსენებთ იქ რაღაც რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში არის, როდესაც ჩვენ გვეგონა რომ აღმავლობა იქნება სასწაული, მაგრამ ისევ მივადგებით ნარკომანიას, იმიტომ რომ უამრავი ტვინი, რომელსაც უნდა შეექმნა ქართული მეცნიერება და მათ შორის
თუნდაც ქართული ენის და გრამატიკის რაღაც სახელმწიფოების სასწავლო პროგრამები შეექმნა და დაეწერა გადაყვნენ ნარკომანობას, ხო? დიახ. ნებისმიერ კუთხით როდესაც მივადგებით აქვე ვიტყვი რა, ლოთობას ისეთივე საშინელებს შედეგს მოგცემს, როგორც ნარკომანი, მაგრამ ლოთობის მიმართ ქართული ადამიანი რეზისტენტულია. მას ეს და ჩვენ წესებშია, ტრადიციებშია, ხო, რომ თუ ადამიანი რაღაც სუფრაზე დათვრა დაეცა არა, კარგი ამბავი. მას როგორც წესი აღარ ეძახიან ხოლმე სუფრაზე, ხო? თუ ვიცით რა, ეხლა არ გინდა იმას დაძახება და ორჭიქას დალევს, მერე ჭხუბს იწყებს. არ ეძახიან. რომ ჩვენ კულტურა გვაქვს ამისი. წესები გვაქვს ამისი და იმის წეს ეს უცხოა ჩვენთვის და ნეგატიურ შედეგს ვაძლევს ამიტომ. და ნებისმიერ სფეროში სადაც მიხვალ ამ ნარკომანობამ ძალიან დიდი ნეგატიური როლი ითამაშა. ამიტომ ამის აკრძალვა ძალიან ჭკვიანურია. გამკაცრება ძალიან ჭკვიანურია და დარწმუნებული ვარ 3 მილიონიან ქვეყანაში ჩვენი უშიშროება და ჩვენი პოლიცია რამდენად კარგად გაარკვევს ვის შემოაქვს, სად აწარმოებს და როგორ ასაღებს ნარკოტიკს და ალტერნატივასაც მოძებნის სახელმწიფო ეს გამოთავისუფლებული ენერგია როგორ წარმართოს. და ალტერნატივა არის მეცნიერება და არის სპორტი, ხო? ან ორივე ერთად. დიახ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. ჩვენ რეკლამის გამომცემი ხით გემშვიდობები და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად. დაგველოდეთ.